იცით რა მსგავსებაა ნინო ჩხეიძისა და ტოტო ვოლფს შორის? დიახ, ორივე თავის შვილს დისნეილენდში ასეინებს და ორივე ხმა რადიო დამკვესმის. სტრატეგიები, ემოციები, გინება. ეს იმ არასრული სიის ჩამონათვალია, რაც ფორმულა 1-ის რბოლის ყურების დროს რადიო დამკვესმის. მაგრამ მოდესმე დაფიქრებულ ხართ, როგორ ხდება ეს ყველაფერი? პირველ რიგში ცოტა უკან მოგვიწევს ისტორიაში გადასვლა, სადაც გუნდი პილოტს სპიდბორდებით ეკონტაქტებოდა. მაგრამ 1960-ს ვარაუდით აწყობილი 300 კმ/სთ-ით მოძრავი კუბოდან რამის საკითხვა საკმაოდ რთული იყო. ამის გამო 80-იან წლებში ჩვენ ვიხილეთ პირველი რადიოს პროტოტიპი, რომელიც ანალოგურ სიგნალზე მუშაობდა, მაგრამ გააჩნდა ბევრი ხარვეზი, რაც წლების განმავლობაში მეტნაკლებად დახვეწეს. იმისათვის რომ ავხსნათ თუ რატომ იყო ანალოგურ სიგნალთან მუშაობა რთული პროცესი, ჯერ საერთოდ გავერკვეთ თუ რას წარმოადგენს იგი. მარტივად რომ ავხსნა რეალურ ცხოვრებაში ნებისმიერი გამოცემული ხმარის ჰაერში გაფანტული ბგერა, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება. ხოლო ეს არის რადიოტალღური სიგნალი მრბოლელი და სარბოლოო ინჟინრამდე. ამ ტალღებს დიდი მანძილის და დაბრკოლებების გადალახვა უწევს. გვიწევს კლდეზე ცოცვა დაბრკოლებების გადალახვა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ხმის ხარისხი ფუჭდება. Please no message anymore. All right, copy that. სხვათა შორის დღემდე ჩვენი ავტომობილის FM რადიოები ანალოგურ სიგნალზე მუშაობს. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ უჭირს დახურულ სივრცეში რადიოს გამართულად მუშაობა. გავიდა დრო სამყარო წინ წავიდა, ნიკიტა მაზებენი კი ისევ გამოუსწორებელი იდიოტია. ფორმულა 1-ის რადიოები კი ანალოგური სიგნალიდან დიჯიტალ სიგნალზე გადავიდა. მაგრამ რა განსხვავება ამ ორ შორის? დიჯიტალ სიგნალი არ შედგება ჩვენს მიერ უკვე გავლილი რადიოტალღებისგან. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მიოსთვის ყველაზე სწრაფი მეთოდი, რაც არის ნოლები და ერთები. სწორედ ორობითი სიგნალისაგან შედგება ის ფოტო, რომელიც გუში დასწორი, ან ეს ვიდეო, რომელსაც შენს მეგობარს გაუზიარებ. ბოლტიდან გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, იქნება ეს რადიო მესიჯი, ტელემეტრია თუ რაიმე სახის სენსორის პრობლემა, გუნდამდე ნოლებისა და ერთების უსწრაფესი მონაცვლეობით მიდის. დაახლოებით განსხვავება რომ აღიქვათ ეს არის ანალოგური სიგნალი, ეს კიდე დიჯიტალი. და მაინც როგორ მუშაობს ფორმულა 1-ში რადიო? ძალიან მარტივად. თვითონ პილოტს საჭირო აქვს რადიოს ღილაკი, რომელიც ააქტიურებს ჩაფხუტის ქვეშ მყოფ მიკროფონს. ხოლო მასში შესული ინფორმაცია ნოლებისა და ერთების სახით თავის გუნდთან ერთად ასევე გადაეცემა მენეჯმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ტრანსლაციის განმავლობაში მოყურებლამდე მიიტანოს ისა თუ ის რადიო მესიჯი. ამასთან ერთად რადიოქსელი ერთიანდება სარბოლო კონტროლში, რომელიც ასევე პირდაპირ ხაზია გუნდებთან. რადგან თუ ვინმე ზიგზაგები თავის დაცვას გადაწყვეტს, Zigzagia, it's zigzagia. გუნდის უფროსმა ამაზე თავისი აზრი გამოთქვას. No thinking, no. თითოეული გუნდის რადიოქსელი ასე გამოიყურება, რაც ზემდგომ პირ საშუალებას აძლევს ისე გაესაუბროს თუნდაც სარბოლოო ინჟინერს, რომ ამ დროს ქსელი არ დაბინძურდეს და კონცენტრირებულ პილოტთან უსარგებლო ინფორმაცია არ მივიდეს. და ბოლოს ალბათ ყველა ყოფილვართ იმ სიტუაციაში, როდესაც სახლში მტვერსას სრუტია ჩართული და ჩვენს მეგობარს ზარში ვერ ვაგებინებთ, რომ უკვე ჩაცმული ვართ და გამოვდივართ. მაშინ როგორ ახერხებენ მრბოლელები ასეთ ზედმიწევრით რადიო მესიჯის გაგებას, როდესაც მათ ზურგს უკან არის ძრავი, რომელიც 12000 ბრუნს აკეთებს წუთში, რაც დაახლოებით 140 დეციბელია. მაგალითისათვის ეს იმაზე ხმამაღალია, ვიდრე გასროლილი იარაღზე ყურის დადება. პასუხი ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია. მრბოლელების ყურსასმენი აღჭურვილია ზუსტად ისეთი აქტიური ხმის ჩახშობით, როგორც თუნდაც თქვენი AirPod-ები. მრბოლელის მიკროფონი გარშემო ხმაურს იწერს და უხეშად რომ ვთქვათ, მის საპირისპირო ხმაურს ქმნის, რომ ეს დააბალანსოს. ამის შემდეგ გაბათილებული ხმაური ქრება და მრბოლელს მხოლოდ გასუფთავებული ხმა ისმის თავის ყურსასმენებში.